მოგესალმებით, მე ვარ ბაჩანა ჯიშკარიანი, სისხლის სამართლის პროფესორი და დღეს მინდა სხვა თემაზე გესაუბროთ, კერძოდ სისხლის სამართლისა და ცხოველების ურთიერთმიმართებაზე, ვინაიდან როგორც იცით, საკმაოდ ხშირია ხოლმე სოციალურ ქსელებში ისეთი ვიდეოები, სადაც ჩვენ ხედავთ ხოლმე ცხოველთან დაკავშირებით არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და ბუნებრივია ეს არა მხოლოდ სამართლებრივ, ასევე გარკვეულ ემოციურ, რა თქმა უნდა, რეაქციებსაც იწვევს ჩვენი მხრიდან. თუმცა აქ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ჩვენ პასუხისმგებლობის საკითხები, ვინაიდან ემოციები და სამართალი, როგორც ვიცით, ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომაც ხშირად, ასე ვთქვათ, გამოთქმული აღშფოთებები სოციალურ ქსელებში თუ რატო არ ხდება იმ ადამიანის დასჯა, ან რატომ არ რეაგირებენ სამართალდამცავი ორგანოები და ასე შემდეგ. გამომდინარეობს იქიდან, რომ შეიძლება ჩვენ არ გქონდეს ისეთი საკანონმდებლო ბაზა, ისეთი კანონები, რომელიც ამის საშუალებას ეფექტურად მოგცემდა. თუმცა მოკლედ შევეხები მე დღეს რამდენიმე წუთით იმ სამართლებრივ რეალობას, რაც ჩვენ გვაქვს, რომ ვიცოდეთ ძირითადი ასპექტები მაინც. სისხლის სამართლებრივად რომ იყოს დასჯადი ცხოველისადმი ზოგადად არასათანადო მოპყრობა, ანუ საუბარია იმაზე, რომ ის ჩაითვალოს დანაშაულად, ამიტომაც უსვამ ხაზს მე სისხლის სამართალს. ამისათვის, ასე ვთქვათ, რამდენიმე წინაპირობა არის საჭირო. პირველ რიგში არის ის წინაპირობა, რომ ამ ცხოველისადმი გარკვეულწილად სასტიკმა მოპყრობა, რომელიც შეიძლება მაგალითად მის ცემაში გამოიხატოს, შეიძლება მას აშიმშილებდეს ვიღაცა, შეიძლება ვიღაცა კეთს ურტყამდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამან უნდა გამოიწვიოს პირველ რიგში ცხოველის გარკვეულწილად დასახიჩრება. ასე გვიწერია ჩვენს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. თუ ეს დასახიჩრება არ იქნა გამოწვეული, მაშინ სისხლის სამართლებრივად ეს, ასე ვთქვათ, დანაშაულად არ ჩაითვლება. თუმცა ასეთი წვალების შემთხვევაში, როდესაც თუნდაც ფიზიკური ტკივილის მიყენება ხდება ცხოველისათვის, ეს გარკვეულ, ასე ვთქვათ, ტანჯვის გამომწვევი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, თორე ხა ვიღაცამ ერთხელ თუ ოდნავ ყურზე ისე ხუმრობით ძაღლს მოწიწკნა, ეს არ გამოიწვევს ბუნებრივია სამართლებრივად სანქცირების ამ ადამიანისა, მაგრამ როდესაც ეს სერიოზულ ტკივილთან არის დაკავშირებული, გვაქვს სხვა საშუალება სამართლებრივად, კერძოდ ადმინისტრაციულ სამართლებრივი სანქციები. ისინი უფრო მსუბუქია, რა თქმა უნდა, მაგრამ იწვევს ასეთი პირის დაჯარიმებას. იქ რამდენიმე ასეულ ლარზე არის საუბარი, მერყეობს, ასე ვთქვათ, ესე კონკრეტულად მარტო ერთი, ასე ვთქვათ, ოდენობით ესე ზუსტად არ ხდება სხვადასხვა შემთხვევებისთვის სანქციების გაწერა ხოლმე. დაუბრუნდეთ ისევ სისხლის სამართალს, იმიტომ რომ ემოციურად ყველას გვინდა, რა თქმა უნდა, რომ ასეთი პირების, რომლებიც სასტიკად მოეპყრობიან ცხოველს, სისხლის სამართლებრივად მოხდეს დასჯა, ვინაიდან ყველამ ვიცით, რომ აქ ყველაზე მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული, სასჯელები კი ნამდვილად გვიწერია, რამდენიმე წლიან თავისუფლების აღკვეთაზეც კი არის საუბარი, 3-4 წელიც და ასე შემდეგ გააჩნია შემთხვევებს, თუმცა სასჯელებს როგორც ხედავთ, საკმაოდ მაღალია. პირველი, როგორც გითხარით, უნდა გამოიწვიოს ცხოველის ან დასახიჩრება, ან მეორე ვარიანტია, როდესაც ასეთმა სასტიკმა მოპყრობამ ცხოველის მიმართ გამოიწვია ის შედეგი, რომ ეს ცხოველი დაიღუპა. ერთი საკითხი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ აუცილებლად, უბრალოდ ცხოველის დაღუპვა არ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. მაგალითად, ვიღაცამ რომ აიღოს და უბრალოდ ქუჩის ძაღლს თოფი ესროლოს და ის ადგილზევე მოკლას, ეს არ გამოიწვევს დღეს მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მაგრამ თუ ეს სიკვდილი ტანჯვის გზით დადგებოდა, მაგალითად თავს გაუჩეჩქავდა, მაგალითად თოფიდან ტყვიას რამდენიმე სხვადასხვა ადგილას ესროდა და ეს ძაღლი ტანჯვით დაიღუპებოდა, მაშინ უკვე შეიცვლებოდა სიტუაცია და ეს გამოიწვევდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ჩვენ თუ უბრალოდ ცხოველის მოკვლის გამო თუ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას შემოვიღებთ, მაშინ არ უნდა დაგვავიწყდეს შინაური სხვა ცხოველებიც, რა თქმა უნდა, რომლებსაც თუნდაც ახალწოდ იქნება საშობაო თუ თქვა დღესასწაულებზე მივირთმევთ ხოლმე. ამიტომაც გამოდის, რომ ყველა ცხოველის მოკლა ავტომატურად დასჯადი იქნებოდა და კანონმდებელი უკვე დიფერენცირებას ვერ მოახდენდა სხვადასხვა ცხოველს შორის. ამიტომაც არის, რომ ხაზი გასმული იმისათვის, თუ ხდება ეს ტანჯვა წამების გზით, დასახიჩრების გზით და ასე შემდეგ ამ ხერხებით ხდება სხვისი იქნება ეს თუ საკუთარი ცხოველის მოკლა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს იწვევს მხოლოდ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ან თუნდაც დასახიჩრებას, როგორც უკვე
გითხარით. რაც შეეხება ზოგადად სხვის ცხოველებს, აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვის ცხოველის წაყვანა არ შეიძლება, ეს უკვე ქურდობაა ბუნებრივია, უკვე სხვა დანაშაულია, თქო რომ შეიპაროთ სხვის სახლში და იქიდან ცხოველი გამოიყენოთ, ან მოგეწონათ სხვის ეზოში რაღაცა ჯიშის ძაღლი, ან კატა, არ აქვს მნიშვნელობა და ეს წაიყვანეთ სახლში, ეს უკვე ჩვეულებრივ ქურდობას გაუტოლდება და შესაბამის პასუხისმგებლობას გამოიწვევს უკვე როგორც ნებისმიერი სხვა ნივთის წაღების შემთხვევაში იქნება და ეს. იმედია ეს მინი ლექცია ახლა პატარათი დაგეხმარებათ, რომ გამიჯნოთ ერთმანეთისგან ცხოველებთან მოყრობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.